Შემთხვევაში დიდი ზომა იყო შეცდომის, ის გამო სამართლიანად მივიღეთ. მიზანი იყო ის, რომ მასმერე რაც ციხეში ვარ და სანამ ციხეში ვიქნებოდი და ზოგადად რასაც ვუყურებ, ჩემთვის ამ სიტუაციიდან გამოსავალი არის ყველას შორის ერთობა და მესმის კონკრეტული პარტიის მიმართ დამოკიდებულებები უფრო ჩემი мотивация მიმართულია იმ ახალგაზრდა ადამიანების მიმართ, რომლებიც ახლა პარტიებში არიან, რომლებიც მაგალითად გუშინ წინაპირობითად აქტივიზმში იყვნენ, ჩვენთან ერთად იბრძოდნენ და იგივე მიზნები უნდა ქონდეთ წესით, როგორიც აქვს. მაგრამ სამწუხაროდ ისე გამოდის, რომ ადამიანები აძლევენ უფლებას პარტიებს, რომ ფეხქვეშ გათელონ მათი სახელიც, რეპუტაციაც და ყველაფერი. არაფერ არ აგდებენ, უბრალოდ რაღაცა არც მაგას მარიონეტობა ქვია რეალურად, როდესაც და ძალიან ცუდია, რომ იყენებენ ადამიანებს და ერთჯერადი გამოყენებისთვის ყავთ ისეთი ადამიანები, რომლებიც ამ ბრძოლაში ძალიან დიდ როლს თამაშობდნენ ოდესღაც. და ძალიან გულდასაწყვეტია. ხო, და ნუ მოკლედ ჩემი мотиваციები ესეთი იყო და ეს ფორმატი ისეთი გამოვიდა. არც საკუთარ თავთან ვიყავი მართალი და არც ყველთანაც მესმის ეს ყველაფერი შეცდომებს უშვებთ ყველა და კარგია რომ ამ გამოსწორების საშუალებაც გვეძლევა ხოლმე. შეთანხმებაზე იყო იმაზე საუბარი, რომ მასმერე რაც გამოაშკარავდება და უკვე ფაქტობრივი მოცემულობა იქნება, რომ ეს არა არჩევნები, არამედ რაღაცა ფარსი არის, რომელშიც უბრალოდ გვითრევენ და უნდათ რომ ფასადი შექმნან, რომ ამ ქვეყანაში კიდევ რაღაც დემოკრატიული პროცესები მიმდინარეობს. აქ წაგების შემდეგ პარტიები, რომლებიც ამ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებდნენ, დარჩენილიყვნენ ესე ვთქვათ, მობოდიშების რეჟიმში და თითები არ ეშვირათ იმ ადამიანებისკენ, რომლებიც რეალურ ბრძოლაში არიან ჩართულები და მართლა საკუთარი ჯანმრთელობით და სიცოცხლით რისკავენ ამ საქმის ბოლომდე მისაყვანად. და ისე გამოვიდა, რომ საერთოდ ფეხებზე კიდიათ მათ ეს ყველაფერი და რამოდენიმე საათში გამოამჟღავნეს ის, რომ არათუ ერთიანი პოზიცია და ერთმანეთის სხვისი პატივისცემა კი არა, ერთმანეთის პატივისცემა არა აქვთ პარტიაში და ერთმანეთის სიტყვას არ უფრთხილდებიან პარტიაში და ასე შემთხვევაში უბრალოდ რესურს ვერ ხედავს საერთოდ რაზე შეიძლება ველაპარაკოთ. მესმის ამის მიხედვით ცოტა ადრეც შეიძლებოდა უბრალოდ ჩემგან გამომდინარე ცოტა მიჭირს ხოლმე ერთიანად ადამიანზე ხაზის გადასმა არის რაღაცა მომენტები მიმძიმს ხოლმე, მაგრამ როცა დგება რაღაც ის კონკრეტული შემთხვევა, გადასმულხას მე აღარაფერი აღარ სვა. ამ შემთხვევაში მათ მე პირადად უკვე ვეღარ გამვიხილავ როგორც სანდო პარტნიორს, როგორც ესე აღებულ ლელოს, უბრალოდ გამორიცხულია. მათ თავისი ნიშა ექნებათ, ესე ვთქვათ, ადამიანები, რომლებიც ჩათვლიან, რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა, მათ შეიძლება ხმა მიცენ და მანდატი მიცენ და რაღაც დელეგირება გააკეთონ თავისი ხმა, ესე ვთქვათ, მათ ჩააბარონ რაღაც პერიოდით, ეს მათი საქმეა. ამას ყველაფერს ზომავს ძალიან კარგად დემოკრატიული არჩევნები. და საბედნიეროდ ჩვენ ახლა ეგეთისთვის ვიბრძვით და იქ აიწონება უკვე ამ ყველაფერმა რა ზიანი მოუტანა იმ პარტიებს, რომლებმაც მიატოვეს საერთო ბრძოლა.